მოიხე შემოდგომ. ხო და ამ დროს უკან უნდა ძირები დაწუხილი ქონა და ეხლა უნდა ეხრებოდეს ჯიში. უხვიმოსავლის მისაღებად, რომ ნიადაგის დროული დამუშავებაა საჭირო, ეს ალექსანდრე ოთიაშვილმა კარგად იცის, თუმცა ამბობს, რომ ვერც ის და ვერც მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახსრობის გამო ამას ვერ ახერხებს. რა თქმა უნდა, ყველას ეჩქარება იმ გულით, რომ დაამუშავოს მამულები და დაიწინაუროს კიდე საქმე. არა და ეხლა ერთი ისე თვითფოებია შეიძლება კვიცით გამოვიდეს მალე და მე უკვე დაგვიანებული ეგრე ძნელია. ოთიაშვილის მსგავსად დაპირებულ ვაუჩერს ვეჯინში სხვა გლეხებიც ელოდებიან. მათი განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები წლებია დაუმუშავებელია. მოხნის იმედი კი მას შემდეგ გაუჩნდათ, როდესაც ახალი ხელისუფლებისგან სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების შესახებ ინფორმაცია შეიტყვეს. დაგვიანებულია, მაგრამ მაინც უნდა მოხნა გვიანელა, მაინც რამე მოხდა. ძალიან ბიჭი საავადმყოფო მიწის წნევიანი სახში და არა მაქვს იმის საშუალება, რომ მე 1 ჰექტარი მოხნა წამლის პრულად არ ყოფნის. თავის დროზე დარიგდა ბევრს მოსახლეობა მოხნას. მოუხმებობა შემოხმები ჯობია. საერთოდ დარიგდა სადღაც, ადრე დამუშავდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბარათები გურჯაანში დღეს ჩამოიტანეს. მათი დარიგება ხვალ დაიწყება და 5 დღის ვადაში დასრულდება. დღესვე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროგრამის განხორციელებისას იქმნება ხელოვნური დაბრკოლებები, ამიტომ დავით კირვალიძე მოუწოდებს ყველას ეს პროგრამა არ გახდეს პოლიტიკური დაპირისპირებისა და საბოტაჟის ასპარეზი. სამწუხაროდ ხდება დეზინფორმირება ადამიანების, ვინც იღებენ ამ ბარათებს და მათ ეუბნებიან, რომ თავი შეიკავონ ბარათების აღებისგან, რადგანაც შემოდგომაზე მათ მოუწევთ ამ თანხის გადახდა და უკან დაბრუნება. მინდა გაგიცხადოთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს გახლავთ არასწორი ინფორმაცია, ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც არის უსასყიდლო, არავის თანხის დაბრუნება უკან არ მოუწევს. პროგრამა არის დეტალურად განწერილი ყველა რაიონისთვის. პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640,000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, რომელთაც 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვთ. დარიგდება კომბინირებული პაკეტი, სადაც მოთავსებული იქნება 2 ტიპის ბარათი. პირველით ფერმერი შეძლებს მიწის მოხნისა და გაფხვიერების სამუშაოების ჩატარებას. მეორე ბარათი კი საჭირო ინვენტარის შესაძენად არის განკუთვნილი. ამ ეტაპზე მიწის მესაკუთრეები მხოლოდ პირველი ბარათის გამოყენებას შეძლებენ.